დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნე ამ სახელწოდებით აქვეყნებს კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, რომლის თანახმად 2026 წელს საქართველოში ჟურნალისტებზე სხვადასხვა ტიპის თავდასხმის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კრიტიკულ მედიას სამი ძირითადი ინსტრუმენტის გამოყენებით ზღუდავენ, მათ შორისაა მუქარა ფიზიკური თავდასხმა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და სასამართლოს და სამართალდამცველი სისტემის გამოყენება. 26 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფორმულა ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ტელეფონი წაართვეს. აპრილის დასაწყისში ხადას ხეობაში ქვეშეთი კობის გზის მშენებლობის გამო შექმნილი პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ მთის ამბებისა და საქართველოს ამბების გადამღებ ჯგუფს ადგილზე მყოფი პირები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპოვითაც დაემუქრა. შემაშფოთებელია ქართული ოცნების მხრიდან სასამართლო და სამართალდამცველი სისტემების დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გამოყენების მავნე პრაქტიკა. 16 იანვარს ონლაინ გამოცემა მაუწყებლის ჟურნალისტი თოზო გულმამედლი 5,000 ლარით დააჯარიმეს. 18 თებერვალს ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრების საქმეზე თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე. მიუხედავად საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, მისი სასამართლოს ხდომები მედიისთვის დახურულია. 4 აპრილს თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აბგან სადიკოვი. იგი 5 აპრილს ქვეყნიდან აზერბაიჯანში გააძევეს. აპრილის თვეში ეგრეთ წოდებული გზის გადაკეტვის საბაბით ანგარიშები დაუყადაღეს ტელეკომპანიების ფორმულასა და ტv პირველი ჟურნალისტებს ლიზა ციციშვილსა და მაკა ჩიხლაძეს. ანგარიში განხილულია კომუნიკაციების კომისიის როლით, რომელსაც ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებს. კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის დევნისა და გაჩუმების კიდევ ერთ იარაღად არის გამოყენებული. ამ მიმართულებით საფრთხე კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც გასული წლის აპრილში კომისიას მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტი გადაეცა, რომლის გამოყენებაც მარეგულირებელმა აქტიურად დაიწყო 2026 წლის 2 აპრილს. მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ორი პროპაგანდისტული პროსამთავრობო ტელევიზია იმედი და პოსტივი დაასანქცირა რუსული პროპაგანდის გავრცელებისა და მხარდაჭერის გამო, კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების ფორმულასა და ტv პირველის გადაცემების შერჩევითად დაამონიტორინგა და მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა შემდეგი ტერმინების გამოყენებისთვის. რეჟიმი, ოცნების პროკურატურა, ოლიგარქის გუნდი და სხვა. კიდევ უფრო ადრე 22 იანვარს კომისიამ რეგიონული სათემო რადიო მარნეული ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან მიღებული გრანტის გამო წერილობით გააფრთხილა. 16 თებერვალს კომისიამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო ტელეკომპანია კავკასიისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაკეთებული შემოწირულობის გამოც. კვლევაში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ სხვა არადემოკრატიული რეჟიმების მსგავსად ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ფორმით გამოცხადებული ბრძოლის მთავარი მიზანი ქვეყანაში დამოუკიდებელი, თავისუფალი და ალტერნატიული ხმების ჩახშობა, საბოლოო გაქრობა და ცენზურის დაწესებაა.